დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა რეგიონებში სხვადასხვა მიმართულების სკრინინგი დაიწყო. მოქალაქეები სრულიად უფასოდ ჩაიტარებენ სხვადასხვა ინფექციური დაავადების, მათ შორის B და C ჰეპატიტისა და სიმსივნეების პროფილაქტიკურ კვლევებს. როგორც ცენტრში აცხადებენ, კამპანიის მიზანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, დაავადების ადრეული გამოვლენა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება. კვლევებს ადგილზე კვალიფიციური სამედიცინო პერსონალი თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ჩაატარებს. კვლევები 15 ნოემბრის ჩათვლით იქნება ხელმისაწვდომი. სახელმწიფო აფინანსებს როგორც გამოკვლევებს, ისე დაავადების გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობას. მარტში გამოკვლევები ჩატარდება სამეგრელო ზემო სვანეთში, სამცხე ჯავახეთში, აჭარასა და ქვემო ქართლში, შემდეგ კი ეტაპობრივად ქვეყნის სხვა რეგიონებში გაგრძელდება. სკრინინგები ჩატარდება 59 მუნიციპალიტეტში, სულ დაგეგმილია 354 აქციის ჩატარება. სკრინინგული აქცია და ზოგადად სკრინინგული კვლევა ძალიან მნიშვნელოვანია დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანის დროული მკურნალობისთვის და სწრაფად გამოჯანმრთელებისთვის. ამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მისარგებლოს ამ შესაძლებლობით.